ცხელდღეებში ძალიან დამასპონსოროთ Coca-Cola დამისპონსორეთ ვიდეოები ესე რეკლამას უკეთებ მოკლედ ხო და აი ასეთი Coca-Cola-s ყავით აბა მოვსვამ ცოტას რომ მოვითქვა სული ძალიან მიყვარს ძალიან უხდება მართლა ცხელდღეებს და რა ვიცი თქვენს ვინც მიირთვებს გემრიელად მიირთვით ვინც არა და შეიძინეთ და მიირთვით და რა ვიცი ვისაც გიყვართ გავაგრძელოთ გადავიდეთ შემდეგზე აი ასეთი საინტერესო ასეთი კაბა მოგვივიდა კიდე ლუსისი აბა ნახოთ აი მე რა სილამაზეა ღმერთო აი ნახეთ შეხედეთ ამას უყურეთ რა ეხა ნახეთ ეს ნამდვილ ბავშვის კაბას არ გავს ამას შეხედეთ რა სილამაზეა მერთო ძალიან ლამაზია მეგობრებო ძალიან სილამაზეა ძალიან ესეთი კარგი ნაჭერი რბილი ეს უფრო არ არის გონის ზაფხულის ეს უფრო არის შემოდგომა ზამთარში უფრო კურტკაზე ან შემოდგომისთვის ლუსისაც არ ექნება ეხა კარგად რასწრული ან ძალიან პატარა ეხა 2 თვისაა და სანამ წლისა შეიძლება 2 წლისაც არ გქონდეს დაჭი კარგად აი ასეთი ლამაზი ქვით აი ესეთი ბანტებით ასეთი ლამაზი წულეთი ეს ცოტა ძვირი ყიდა რა თქმა უნდა ანუ 25 ლარი ყიდა ეს ის წინა კაბა ყიდა სადღაც 18-19 ლარი ხო ამაში ფასდაკლებით არ შემიძენი ანუ ასეთი მოცულობის და ასეთი მის რა თქმა უნდა ხარისხის მეტი ეღირება თუმცა ჩვენთან უფრო ძვირი ყის მინდა გითხრათ ცხოველის ტანსაცმელი და არა მარტო და ვთვლი რომ მაინც იაფი არის ამაში 50 ლარიც არ დამენანებოდა მე პირადად ხო კი არ გადაგვდის არავის არ აქვს ესე რომ თქვათ ვაიმე და ამხელა თანხები გადავიხადოთ ამ ნიმეებში და რაღაცა მაგრამ ესეც სილამაზეში და ერთნივში შეიძლება რატომაც არა ნუ ყოველ შემთხვევაში მე მაინც იაფი გამომივიდა და მე მაინც ვთვლი რომ იაფად შევიძინე აი ასეთი ლამაზი სილამაზე კაბა ესეც ზომებში შეზღუდული არის იმიტომ რომ პატარა ძაღლებისთვის როგორც ვთქვი უფრო მეტი არის ვიდრე დიდი ცხოველებისთვის და რა ვიცი ვისაც სურვილი აქვს შეიძინეთ თქვენი ლამაზი ცუგებისთვის და ფისოებისთვისაც შეიძლება სხვათა შორის რა ვიცი მე გოგორო იყოს ჩემი ფისო მშვენივრად იქნებოდა ფისოს უფრო ბევრი აი ეს უფრო იქნებოდა კარგად ვიდრე ჩემი ლუსის უფრო დიდი აქვს ეს იზომა მაგრამ მაინც დიდი აქვს ნუ არ ვიცი ზოგი ესი პატარა რატომღაც ზოგი ესი ზოგი ცოტა მოზრდილია ხოლმე და ალბათ ზოგი არის ჩიხუახუასი ალბათ ძალიან პატარა ძაღლია და ზოგი ალბათ ესი ალბათ შპიცი ძაღლისთვის ანუ ცოტა ვთქვათ ეს ფრანგული ბულდოგები რო არიან ან პუდელები რო არიან ან მალტიპუები ნუ მოკლედ ძაღლებზე ახლა აღარ ვილაპარაკებ ალბათ გავსი ზომის ძაღლებზე თორე ის იმდენად ცისქნა ძაღლი არის ეს ჩემი ჩიხუახუ ანუ ისეთი ჯიში არის პატარა ზომის პატარა დავი პატარა პატარა ხური ანუ ჩემი ტოპი უფრო მეტი ზომის არის ჩიხუახუა ესეც ვიდრე ეს ანუ ეს სახეობაა ცოტა უფრო პატარა არის მოკლედ და რა ვიცი მოკლედ ესეთი ცუცქნა ყავს რა და ცოტა რთულია ტანსაცმელების შეძენა ბაიკების რაღაცების მე კი ველოდები როდის გაიზრდება მაგრამ რა ვიცი დაველოდოთ იქნებოდა გაიზარდოს ხო აბა გავაგზავნეთ ხო ეხლა გადავედით ასეთი შენაძენი მაქვს ეს არის ჩემი სახის აი ნახეთ გამწმენდი აპარატი ძალიან საინტერესო აი ეხლა ამას გადმოვყრი პარკზე ყველაფერს თითო ასეთი ის მოყვა რაღაც წიგნაკი არ ვიცი ამას ჯერ ეხლა ჩინურად არის ვერ წავიკითხავ აი ასეთი აპარატი აი ასეთი ფუნჯით ამით ასე
ამას ელემენტები უნდა, რა თქმა უნდა და ეხლა ვერ შევამოწმებ, იმიტომ რომ ხელთ არ მაქვს ელემენტები და ვისაც დაინტერესდება, ანუ როგორ მუშაობს, ეს ალბათ ტრიალებს, რა თქმა უნდა, ანუ კაი იქნებოდა სატენზე, მაგრამ არ არის სატენზე, ელემენტები ჭირდება, ეს ჩართო გამორთვა აქვს და აი ასეთი ფუნჯუკა, აი ნახეთ ესე ტრიალებს, მოკლედ ალბათ ძალიან ტრიალებს, როცა ჩართულია და ესე სახეს გაიწმენდავთ ადვილად, მარტივად. ამას მე როგორც ვიცი, აი თავი ცეხსნება. ვინც მე მიყურებს და წინა სუსუ პირველ ვიდეოში სხვათა შორის გადავიღებს გავსწინებთ ოღონდ დიდი ზომის ტანის და თითქოს რაღაცა ერთნაირია, ოღონდ ის დენზე USB-ით იტენებოდა და ანუ დიდია და ტანის, რა ვიცი, მიყურეთ, გამოიწერეთ, ვისაც არ გაქვს ჩემი არხი თან გამოწერილი და თან მიყურეთ, ნახეთ, გადახედეთ ჩემ ვიდეოს, ძალიან საინტერესო ვიდეოები მაქვს, ძალიან საინტერესო unboxing-ები და რა ვიცი, იქ ნახავთ ასეთი მსგავს დიდი ტანის დასაბან რაღაც საშუალებას და რა ვიცი, უყურეთ, ძალიან საინტერესო არის, მოკლედ. ხო, ამას გავაგრძელოთ, ამას უმაგრდება კიდე სხვადასხვა თავები, აი ასეთი ბუკის თავი მოყვა, ასეთი კიდე მეორე ჩოტკის, ხო, ასეთი აი ესე არ ვიცი, ოდნავ უხეშია, ძალიან უხეში არ არის, ეს არ ვიცი რის საპრიალებელი არის. ეს არის ნახეთ, აი მასაჟორი. ეს შეიძლება უფრო ქუსლების არის, თუ არ ვცდები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სახეზე ამის გამორიცხულია. ხო, და აი ეს არის ქუსლების, აი ნახეთ, ეს ყველა მიცით ქვა, ქუსლების ქვა და ეს არის, აი ყველა თავი უმაგრდება, უბრალოდ აღარ დაუმაგრე, რომ ზედმეტად, რა ვიცი, ძალიან არ გაგრძელდეს ვიდეო. ხო, და ეს არის აი ასეთი მასაჟორი, უი, რა სასიამოვნოა. ასე თვალის ქვეშ ასე დავიმასაჟებთ. აი აქ ლოყებს, ნიკაპს, კარგად ესე ვისაც პრობლემა აქვს და რა ვიცი, მე ძალიან მჭირდება, მიყვარს ასეთი რამეები და ძალიან სასარგებლოა. უი, წაესვარი. ხო, ну, მოკლედ, აი ასეთი შენაძენიც მაქვს ძალიან სასარგებლო. გოგოებო, შეიძინეთ, ბიჭებოთ, შეიძინეთ, ლურჯი ფერიც იყიდებოდა, ძალიან სასარგებლოა კანისთვის, მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, კალი ხარ, კაცი ხარ. ყოველთვის სასარგებლო ნივთია, მოკლედ. ხო, აბა ამას ის აი აქ ჩემ კონტეინერში ჩავდებ, შვედივრად გამომადგა, მინდა გითხრათ, ეხლავე. მივხვდი, რომ ძალიან კარგია, რომ შევიძინე და აუცილებლად მგონი კიდე შევიწევ რამდენიმე წელს, რომ რაღაც ძალიან ყველაფერი ჩაეტია, აი მეგობრებო. ყველაფერი ჩაეტია, აი ყველაფერი. და მე მგონი კიდე ჩავაწევ რაღაცას. აი ესე დავაწყე ლამაზად, სადაც თქვენ თან გესაუბრებით, აი ესეც ხდება. თან ვალაგებ თავს აუბრობ. ხო, აბა გადავედით, ბოლოში სურპრიზი მაქვს, როგორც ყოველთვის. ხო, ეხლა გადავედით, ეს არის ასეთი სუნამო გამოვიწერე. ასეთი ბრენდის ოპიუმი, ბლეკ ოპიუმი, ეს რა თქმა უნდა, ნამდვილი არ არის, ეს იქნება პატენტი, კარგი პატენტი, როგორც მე როგორც ვფიქრობ. აბა გავხსნათ, აი ასეთი. ოი, სხვათა შორის ძალიან კაი სუნი. რაღაცა მამაკაცის სუნამოს უფრო გავს, ვიდრე ქალისას. უფრო რაღაცა მძიმე სუნი აქვს, რაღაცა ტროპიკული, რაღაცა ფორთოხლის და რაღაცა სუნებია ის. აი, რა ვიცი, ცოტა ისი ავარჩიე, რა ვიცი, ხა ესე არ წამიკითხე, ხა ჩინით რა უნდა წამეკითხა, რომ ესა და რაღაცა, აი ასეთი ძალიან ასეთი ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს, კი, სხვათა შორის, მაგრამ ცოტა მძიმე არის ჩემთვის მგონი, რა ვიცი, მე უფრო ისეთი სუნები, კი, ერთხელ შეიძლება დაისხა რაღაცა, მაგრამ ცოტა უფრო მგონი ეს რაღაცა კაცის სუნამოს გასულ, ცოტა უფრო მე
სუბუქი სუნები უფრო მომწონს. ეს რაღაცა უფრო მძაფრი ტროპიკული სუნი აქვს ამას ფორთოხლის სუნები, ვისაც გიყვართ და ეს რაღაცა ისეთი სუნები ახლოს მამაკაცის სუნამოსთან. აი იმათ მოეწონებათ ძალიან ასეთ გოგოებს და ქალბატონებს. საჩუქრათაც ძალიან კარგი არის, გირჩევთ შეიძინოთ, რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის, გემოვნებაზე არ დაობენ. ამასაც აქვს ადგილი ჩემს სუნამოებთან. რა იცი რა ხასიათზე ვარ, იქნება და ეს მომინდა, იქნება და ის მომინდა და ესე რა დღეს როგორ გრძნობ თავს იმის მიხედვით არის სუნამოც. აი ასეთი. აი ასეთი შენაძენიც მაქვს. აბა გადავიდეთ შემდეგზე. გადავიდეთ. ხო, ახლა შევიძინი ასეთი და ეს ბიჭებს ძალიან დაინტერესდებათ, ალბათ ქალებსაც, იმიტომ რომ თავის მეუღლეებისთვის, ასშვილებისთვის ასეთი საპარსი აი გამოუწერე ჩემ მეუღლეს. არ არის ძალიან ძვირი, სადღაც 15 ლარი მივეცი თუ რაღაცა. აი შეიძლება უფრო იაფი წარმო. რა ვიცი 10 ლარი და რაღაც ესე. კარგად არ ვიცი ხო ფასებს ესე ვერ ნახავ. მოდი აბა გავხსნათ თან. ძალიან ის არის, ეს გამოუწერე. რა თქმა უნდა თმის შესაკრეჭად, ანუ ესე მთლიანი თმის შესაკრეჭად არა, სადღაც ცოტათი ბაკებისთვის რაღაცა უკან ისეთი მარტივი. არ არის ძალიან თან ძვირფასი, აი ასეთი. მაგრამ ესეც აქვს ადგილი, ამასაც გვაქვს ჩვენ კარგი საპარსები, რაღაცები ბიჭებს ყოველთვის ვყიდულობ ჩუქნი, მე ჩემ მეუღლეს, მე ჩემ შვილს ასეთ ნივთებს და აი ასეთი და არა მარტო ჩემ მეუღლეს ჩუქნი მამასაც, რა ვიცი, სიძესაც და ვისაც ყავს, მოკლედ ჩვენთან მამაკაცები ბევრი არიან და ძმას და რა, ნუ ჩემი ძმა არ არის ამჟამად საქართველოში, მაგრამ როცა იყო ყოველთვის ვცდილობდი რომ რამე მეჩუქებინა. ხო, აბა თუ ირჩება ვნახოთ. აი, ჩაირთო. აი, ასე ირჩება, ეს იტენება USB-ზე. აი, ასე. ძალიან ლამაზი დრაკონია ხატია სხვათა შორის. მამაკაცები მიყურებთ, გეცოდინებათ უკვე. აბა როგორია დამიწერეთ. როგორ გამოცდილება ვისაც გაქვთ ასეთი კარგია, ცუდია. არ ვიცი, ჩვენც დავტესტავთ და ვისაც დაინტერესებავს ვიტყვი. აი ესეთი თავები მოყვა, სხვათა შორის 3 ცალი, არა 4 ცალი სხვათა შორის. აი ასეთი 4 თავი. ალბათ სხვადასხვა ზომარო, თმისთვის ალბათ ესეთი დამტენი. აი და აი ასეთი, ეს რაღაცა არის კიდე შიგნით. და ასეთი, ალბათ ეს ეთია, აი ეს რაღაცა პატარა ბოთლში რაღაცა სხია და პატარა ფუნჯი ალბათ ეს ბეწვების გასარიდებლად აქ გაარიდოს ესე. აი ასეთი ესა მოკლედ შენაძენი ძალიან საჭირო მამაკაცებისთვის და რა ვიცი, იქნება გოგოებიც ხმარობენ, ზოგს მოკლე ვარცხნილობა ძალიან უყვარს და ზოგს აქვს საპარსული გვერდზე ხოლმე, ანუ იყო პერიოდი სხვათა შორის, რომ მოკლედ მე პირადად მოკლედ მას რომ ვატარებდი, იყო პერიოდი ცოტა ნაკლები წოდაც მქონდა მაშინ და ნუ ეხა არა ვარ, მაგრამ არ მიშლის ხელს შემიჭრდი, მაგრამ რაღაცა ეხა უფრო გზელთ მას უფრო ბედნიერად ვატარებ. ნუ ეხა ესეთ ხასიათზე და განწყობაზე ვარ. და იყო ესეთი პერიოდი, რომ ესე მოკლედ მას ვატარებდი, ერთი ხარი გზელი მქონდა, მეორე ხარი აპარსული და რაღაც ესე და ნუ მოკლედ მე ძალიან ბედნიერი და